გამარჯობათ მეგობრებო, მოკლედ წინაზე ვიყავით გომბორზე. ვინც ნახეთ ვიდეო და მე და სოსო კინაღამ არ დავიყინეთ და ეხლა ვაპირებთ გავამეოროთ. ოღონდ შედარებით კარგ ამინჩი. ამჯერად წინა გასვლის გამოცდილება გავითვალისწინეთ და რაღაცეებში მაინც მოვემზადეთ შეძლების დაგვარად. ხო და ეხლა გაგაცნოთ. მოკლედ პირველ რიგში ჩანთა შეიცვალა, ოსპრეი გახდა, ცეცხლის დასანთების საშუალებები, იმიტომ რომ ალპურ ზონაში ცეცხლის დასანთება ცოტა რთულია ხოლმე, საწვიმარი ლაბადა, ტანსაცმელი, ელექტრომოწყობილობები, ჯოხები, ძირსაგები, კარავი, საძილე ტომარად ხელი საზაფხულო, ძირსაგები ოღონდ არაგასაბერი, ჩუსტები, საქართველოს დროშა. ვეცდები მაქსიმალურად სუბუქად ვიარო, იმიტომ წინა გამოცდილებიდან ძალიან მძიმე ტვირთი მქონდა, ამას დაემატება ცუდაოდენს საჭმელი ნაწილი აქაც არის. ძეხვები, რაღაცეები, სნექები, კონსერვები, ეს სხვა რაც უნდა ჩავისვა ისინი. ხაიქსები, ნაღდი ორიგინალი. ხო და რაღაცეები დაემატება კიდე საჭმელი რა ძირითადად და აფთიაქი. ეხლა ყველაფერს ჩავალაგებ და ვეცდები გავიგო რამდენი კილოგრამოა ეს ყველაფერი ავწონი. ცეცხლის დასანთების საშუალებები, ფანარი, ძირსაგები და რაღაცეები მაღაზია ვალჰალამ თქვენ გაჭირვებულებო. ისიც გეყოფათ რომ ჭკუის ნაკლებობას განიცდითო და მანდიყინებითო, ბარემ აღჭურვილობა მაინც გქონდეთ ცოტა წესიერიო და რაღაცეები შემოგვაშველა, რისთვისაც რა თქმა უნდა ძალიან დიდ მადლობას უხდით. უცხოებსაც თუ გიდათ რომ აღჭურვილობით დაგვეხმაროთ ხოლმე, არც ეგ იქნება პრობლემა. ჩვენ მზად ვართ გარიგებისთვის პეშმაკთან. ეხლა ჩავლაგდით და ვნახოთ რა გამოვიდა. მოკლედ აი ესეთი რაღაცა გამოვიდა. ჩანთა ნახევრად არის სავსე, თუ ნახევრად არის ცარიელი. მოკლედ ამას დაემატება საჭმელი, აქ დევს დროშა, ელექტრომოწყობილობები და დანა. დაემატება თოფი, კარავი და ჯოხები. მეტი აღარაფერი მის თოკი კიდე და არ ვიცი ამ პარალონზე ვფიქრობ, ალბათ წავიღებ, იმიტომ რომ მაინც მეტი კომფორტისთვის ვიღაც 800 გრამია სრულად ზონაში და მეტი კომფორტით ვიწვე. ესე 9 კილო ჩანთა, დაემატება 2 კილოა ესა კარავი, მაგრამ კარავი ჯგუფური აღჭურვილობა და ამიტომ კარავს გავიყოფთ. თითო კილო ვეცდებით გადავანაწილოთ რამენაირად ჯოხები იქით. გამოვიდა ეს 10 კილო და სადღაც 3 კილომდე გამომდის საჭმელი და პლუს წყალი. ხო, საჭმელი და წყალი ესეთი წონა რა, რაც მეცვივლით უფრო დაცოტავდება, ამიტომ იმედი მაქვს სუბუქად გავისეინებ. ხო, და ეს მოქალაქე ცოდვილი დერია, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენთან ერთ იქნება რამე როგორ შეგვჭამოს და რეზინის ტყვიები. რომ რაკონიერობას არ ვაპირებთ. ხო, სულ ეგ არის. დარჩენი გზადაგზა შემოგიერთებით ხოლმე და გააგებინებთ რა და როგორ ხდება. აფერი იქნება ისე როგორც უნდა იყოს. გამარჯობათ, მე და სოსო, ისევ გომბორი, ისევ საგარეჯოდან თელავში, ისევ ზოდიაქოს საჭმელად. ამჯერად ცოტა მაინც გამოვასწორეთ შეცდომები, შეძლების დაგვარად მოვირგეთ აღჭურვილობა, შევცვალეთ რაღაცეები. შევცვალეთ, ამინდი შეიცვალა მარტო. ამინდი შეიცვალა, მაგრამ დიდს და ბევრს კარგს არაფერს არ გვირდება ეგ ცვლილებაც. ასე რომ დანარჩენი გამოშვება გზადაგზა. ნახეთ მეგობრებო, ჯერ არ დაგვიწყია სიარული და რანოთ რა ხედებია და რა ენით აუწერელი სილამაზეები. მოდივართ მე და სოსო, ჯერჯერობით ყველაფერი წესრიგშია. სოსო რა სიტყვის სოსო? ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. როგორც იქნა ჩვენ ლაშქრობაზე, ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. მოდი ჯერჯერობით მოვიტყვი. ჯერჯერობით ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს. ხედები გვაქვს, რა ვიცი. არ ვიცი, ხედებზე არ ვიცი. არც კი დგები ფეხზე, აი ადგილზე ჩამომჯდარი და უბრალოდ ამის სანახავად ღირს აქეთკენ. აი წებჯვით. წამოსვლა. ჯოხის ფონები არ გამოჩნდა. სხვა კიდე რა. მოდივართ ჯერჯერობით აღჭურვილობა. სთავი კარგად ვჭირავ.
ყველაზე სწორი გადაწყვეტილება რაც ლაშქრობაში მიმიღია და ლაშქრობების მერია შუალედში არის ამ ჯოხების ყიდვა და თანწამუღება. დრო ემკვდარ აღმართს ვერ ამოვივლი ნახდა თამის გარეშე. ჩენი კიდე ნელ-ნელა შემოგიერთდებით ხოლმე. წინა გასვლაზე მეგობრებო იმის გამო რომ დათხოვლილი იყო და დამეწყრილი გზა, აი ამ თიდან მოგვიწია ჩამოსვლა მე და სოსოს პირდაპირ გადმოვაჭერით და მე აი ამ თას გვერდიდან შემოუვარეთ უკვე. სოსო წუხს რო ტელეფონი. არა გვაქვს გზა, აღარ გვახსოვს და რა არის. ნუ აგლეს სტანდარტული სიტუაციაა ჩვენთვის. არაფერი განსაკუთრებული. მივდივართ ასეთი ულამაზესი ბილიკებით. ყველას გირჩევთ, გაიტასაოთ ბუნებაში. კი ბატონო, თორე გახდებით რომელიმე მეცხვარე ძაღლის ან გლის საკვები. თორო წეგარ მეცხვარე შეხვდა და რა ამბავი მოყვასოს რა მხელა გელი ვნახეო. გლები არიან. ძაღლები მეცხვარე იცოცხლე. ასე რომ გიევთ. თუ ვინმე კამიკაძე არ ახართ? ნაგაზი არ მინახე. რა? იხანია საქართველოში ნაგაზი არ მინახე. დღეს ხო ნახე. და გვეყოფ. კი, ბაიკერებიც იყვნენ. ჩლიკი მოიტეხა ერთ-ერთმა. რავი. სასტრაფომ ჩამოიყვანა. რაც სხვათა შორის ყოჩაღრო აქ ამ ტყეღრეში მოაგნო სასტრაფო დახმარება. ძალიან კაი ვარიანტია. ჩვენ ვინ მოგვაგნებს სწორე იმათ კი მოაგნო სასტრაფო. ჩამოვსხედით მე და სოსიკო ვისვენებთ. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ჩემ თავზე თუ ხედავთ ღრუბელს რავი რომელი გეგმაში იჯდა ეს ღრუბელი არ ვიცი მაგრამ მაინც შტახანი ფეხებს ვასვენებთ უზომ საერთოდ ჩუსტები გააძრო მიწის წყილი ენერგიაზე მოგვიყვანს აი ამ გზას უნდა ვყვეთ და ეს მთა გადავიაროთ ხო და გადავიაროთ აი კაცგან ახლა ხალი გაიქეთ საკეიფოდ გაიქეთ ვეკეიფება ახლა ჩვენ აია დაჯდომა და სვენებას კარგია ხანდახან ხალხ გარიტესინე ხო საერთოდ მეთქონ სოლი მაიყვანო რა ბიჭდა ვინ უნდა მოიყვანოს სულათაბა ხალია კარაში არ არის და ჩემი ზუბელი კიდე უარზია ყველას ვინჩემ დაოჯახებაზე გული შევტივა თქვენ დასაოჯახებლებს მიხედვით ო და მე მიმართავ გასატყუარ გოგოებს ახალგაზრდა ვიტყოდი სიმპათიური მეთქი რა ტყუილებს დაფიცებული ნუ ისთვის როგორ პერსპექტიული მეტნაკლებად მობილი კრანავში კი კაი ოჯახის შვილი განათლებული ასე შემდეგ განათლება 12 კლასი 12 კლასი და პროფესიული კოლეჯი დაემატება სექტემბრიდან რა გინდათ მე პედიული კოლეჯი სამი მაგ დამთავრებული 3 რე ფუტკრე ვარ ხეხილის მსხლელი ვარ გასყოლას რა თულა სერტიფიკატი გიჟო უნდა და მოგინებაზე რო ჩავაბარე გამოვიდი მოგინებაზე ჩაბარებული გამოვიდი მორიგი შესვენება მორიგი აღმართი ამოვატასავეთ მოკლედ რავი ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მით აი ამას ავივლით და წესით შედარებით სწორზე გვიწევს აი ეს შეხედეთ რა სილამაზეა უბრალოდ კი მოკვდი აღმართზე ვაღიარებ ჩემი წონის კაცისთვის ეს აღმართი არ არის სოსო მეთანხმება სოსო მეთანხმები არა ხო
ჯიგარი ხარ. რა ჩემი წონის კაცს მივორდი გადამოვიარე ეს საღმართი. წინაზე ეს ფთები გადამოვიარე, ეხლა ეს გზა ამოვიარე. Sosiko, do you remember? I remember this place. Xoses ადგილი, სადაც პირველად რავი სული განუტიე. პირველად კი ნაღამ სული განუტევეთ. აი კიჩსა რო იგიდებოდა და გოგის მყდარს და ცოცხალს რო აგიდებდა. დევიდ გოგია ჩვენთან ვინ არის? ვინა გოგია, როცა გელადასოს რო არიან. ეხა ჩაკე ვიდეო. ბიჭო. არწივი. მას მიტომ ქვია არწივი. ეს ის არის დინაზარო კდებოდი რა. თავზე რო დაგტრიალებდა. ხოქი ჩამოვანდა აბოზ ხოქი. არწივზე რეპსიძახი, აი აფრინდა არ ვიცი ჩანს თუ არა. გერარი. ჩაეშვა. და აურა სილამაზეა რა. მოაქ. მეთოჩი. შუათად რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღო და დღეს აქ წამოსვლა მეგონი სწორი გადაწყვეტილება იყო. შუათად მე სწორი გადაწყვეტილება მივიღო მეთქი და შენ როგორ ფიქრობ? ჩვენი აქ წამოსვლა იყო სწორი გადაწყვეტილება. უიმჟელეთ რომ რუბელი კითხვების კი. თავარი ცოტა გაგვიწვიმდა მე და სოსიკოს. ცოტა უღუნ. აფე ვიდეოს ვიღებ და გაგვიწვიმდა მეთქი ცოტა. ეგარაფერი არ არის. რა გაგვიწვიმდა ეკრანი გავიწვი. წინაზე. არა. ეგ პრობლემას არ წარმოადგენს. თავარია მივჯოჯგინებთ. სწორი მიმართულებით. ამჯერად გზა გვაქვს, იმიტომ რომ არც თოვლიდევს და არც ნისლი გვეფარება. რა ვიცი. რაც აუცილებლად უნდა აღნიშნო. ეს დარწმუნებულიც ვიყავით ასე იქნებოდა, მაგრამ მაინც სასიხარულოა ხოლმე. 10 მეცხვარე შეგვხვდა. სულ ყველამ საერთოდ მიგვიპატიჟა ბინაზე. მაგრამ გეგმა გვაქვს თელავში გვინა გადავიდეთ. საღამოდე თელავის თავზე დავმანაყრეს, თორე თან გვაწვიმს და რავი. თან კარგად მივდივართ. სისარტყელამ შემო აი იქითკენ. ქვამსნორო დღეს წარღვნა არ იქნება. აი ქუნა გადავიდეთ აი მთის თავზე. აი ხვილიგები რო ჩანს, გადავალთ და იმის იქით უკვე თელავია. იმ გზას უნდა გავყვეთ. ხალხალა მიგეთი ფანარი გაჩითა. ღამეც კი დღე არის ძმებო. საღოლ ფანრისა და ჭურვის გარეშე გაგვიჭირდებოდა. რომ დაგვაღამდა უკვე მე და სოსოს. და კიდე ერთხელ მადლობა ძმაო შეშველებისთვის. თუ გამოუჩნდები კაცმა არის. აი მე მგონი ჩანვარ კიდეც. ესეც ჯიგრიანი ფანარი. აი კავჭა. ჩვენ აქ კი არა ვჭავთ, ჩვენ ვაში დავჭავეთ. წვიმაში ღაბესიარული რო გადავწყვიტეთ. დავეთ ახლა გვაწვიმს. ნელ-ნელა იწყებს წვიმას წეგან უფრო მაგრა წვიმდა. ან დაგვაღამდა, თან ტურები დაკმუიან თავზე და და შესაბანაკეზე რომ ვერთ იქ გადავ. გამოჩნდა. აბა კიდე თუ გაიელვებს. ეხლა გამოიამინდებს მაინც და მაინც მე რო ვიდეოს გადაღება დავიწყე. ყველაფერი უკუღმართი ხო? არა მე თავქვეზე ვჭამეთ. გითხრა. მოკლედ სტიამიდია წვეთებს კი ხედავთ. ჯერჯერობით არი ქარ ხდება, მაგრამ რაცა ხდება. ლეგენდარული შული. სიკონა. იქით უკვე თელავი ჩანს. თელავია ის. რაც სანათებს. შორს აღწერდილები. მოკლედ თითქმის სამშვიდობოს სავართ. თავარი და მანაკება მოვასწროთ. რუბელი. რა კაი ვოფეწესიერი კამერით გადაღება ეს. უიმე იქ რა ხდება. ღამეა.
მოდივართ გვაწვიმს სადაც 3 კილომეტრი დაგვჭა საბანაკემდე. მაგარი წვიმა იყო ყოფის პირველი და გადაიღო. დაბლა მოდის მდინარეები წამოიღო უკვე. ცოტა წინ მიდის არ გამოჩნდება თქვენიდან. არა. აი ჩანს მეგონი. გადავყურებთ თელავ ქალაქს. მოვედით ადგილამდე. ეს შენობა იქნება ნანგრევები. ამაა ჩვენი გათენების ადგილი. სახლი. მაგრამ დავიღალეთ. ძალიან ხშირია. გვეძინება, ამიტომ შევალთ პირველ რიგში. გამოვიცვლით, ფეხზე გავიხდით და მერე ვიხედავთ ყებას და ასე შემდეგს. ეს კიდე ულამაზესი კახეთის ულამაზესი სატახტო ქალაქი თელავი. გამოძინებული სახით ხალხს წავიზაკუსკებთ სარესხს. გავაშრობთ კიდე და დავეშვებით ისკენ. ეს ჩვენი თელავ ქალაქი ზოდიაქოს ხინკალში ჩავდგებით წინა ფეხებით და ლუდში. კაი, ორი დღე გამოგვივა. მეორე დღე მე სოსო ჩვენი აღჭურვილობა დავეშვით თავ სოსო რას თქვი სოსო როგორია განწყობა? წინანდელ თაშდარებით საძილეში გადახვეული აღარ ახარ ტოლმას საუბრით არა. კარგად გამოვიძინეთ, კარგად დავისვენეთ და დავეშვით თელავისკენ რა. ერთი გადამიღე. ნელ-ნელა უახლოვდებით თელავ ქალაქს. გადამოვიარეთ ყველა დაბრკოლება. თელავის მუნიციპალიტეტს გზა გაუკეთებია და დიდი მადლობა ამისთვის, იმიტომ რომ იმ ხრამში სიარული ნახდათ აღარ გვინოდა. სოსო, ცხვირში გრძნობ ხინკლის სუნის ღიტინს შენს. ლუდის გემოს. არ ვიცი ძმო. მე მთელი ჩემი ცხოვრება ალალად შემიძლია ვთქვა. არაერთ რესტორანშიც მიმუშავია, რომ რესტორნის ხინკალი არასოდეს არ მიყვარდა ძმო. ხინკლად არ მიმაჩნდა რა, ჩემთვის ხილი იყო ხოლმე, ხალი ყოველთვის. დიდი არაფერი. ვიჭმებოდე სარესტორნით ბევრი რესტორანში შემხედია, რესტორნის ყვალობაზე კარგი ხინკალი, მაგრამ არ იყო რა ეგ ხინკალი არასოდეს და აი ზოდიაქოს ხინკალი მართლა ხინკალია რა გავაკეთო რა ვქნა. დამეჯერება მეორედ გავდივარ 40 კილომეტრს მაგ ხინკლის საჭმელად ფეხით. რა? 44 კილომეტრი, ჯერ 40 მაგ ნასიარულები არც კი. არ ვიცი ძმაო, არ ვიცი. კაია რა. ბუნება გახშირდა ტყე წამოიღო, რაც თავარია. ჩაცმას არ ვიმჩნევთ რა. ასმის სტილი მაქვს სერიოზული. ბათინგები, ზედგადმოტანებული ნასკები და შორტები. სერიოზული ისა. რა ქვია იმას? კერავებს რა ქვია ათე? ჰა? არა ბიჭო, დასმეს რო კერავენ. არა, სტილისტიო თუ რაღაც, კუწურიე. სერიოზული კუწურიე ვარ. ჩემი ქართულად მაინც ვერ გავ სტილისტი ქვია, დიზაინერი. სერიოზული დიზაინერი ვარ, მაინც ხო გავიხსე ეგ სიტყვა. აშკარად ხშირად ვიყენებ ხოლმე და მოჯოჯგინებთ, განწყობა გვაქვს უმაღლესი წინა გასვლისგან შედარებით. დრო წინა გასვლაზე მე პირველი დღის შუა დღიდან უკვე ვეღარ ვიღებდით ვიდეოს. დავიყინეთ. და რა ვიცი მე. წინა დღის მეორე დღეს პირველი დღე არაფერი იყო და სოსოს იარაღი როგორ უხდება ხალხო დაგვეხმარეთ უყიდოთ იარაღი სოსიკოს. 2 MK12 მინდა ვიყიდე. 2 MK12? არა, 2 იარაღი მინდა, 1 MK12. აჰა, MK12 დომნიათა გემოვნებაში ხომ მაგრათა. ჯერ ჩემი იარაღი და აქ პადლობელს არ არის და ახლა MK12 მოუნდა ეგრევე. აი მე ჩემო კუწური გზადაგზა კიდე რაღაცებს ვიხუმრებთ ხალხო. გარი რა.
წემსი შევხვდა გითხრა რომ თელავში წყალდიდობა იყო იმის მერ ერთი გზა გააკეთეს მარტო და იმ გზას დავადექით კიდე კაი შევხვდა თორე ძველი გზით რო წავსულიყავით ხრამში და უბედურებაში სიარული ნამდვილად არ იქნებოდა სასიამოვნო მეგობრებო რა ვერ ნახე ტბა წამოთბილისის ზღვას განახევდა მანევე თელავიდან წამოვიდე ტბის სანახავად სუიძას წამოსვლი აღარა ვარ მაგრამ თქვენ ხო გჯერათ მაგ ამბისა რა წინაზეც მაგას იძახდა და აგერ ხედავთ სად მიკუნგულობს ეხლა ვერ ვეწევი ადამიანი კროქსები სოსოშიანელე კროქსები გადავიღო კროქსები ხალხმა უნდა ნახოს ე კროქსები იცნობდეთ და პატივი ეცით კროქსებს და მოიცა შესდექსოს იქონა აი სამგორის ჩანთას ძმაო ნავთრუღის ჩანთაზე ცუდი არავინ არაფერი თქოს თორე სოსო ეგრევე ირტყმელებათ 10 წელი ბოქსზე დადიოდა სად საურტყავს ბეწვი აღარ აბოდის ვაგზლის კროქსები არის 12 ლარად ნახე კროქსები ვაგზლის არის და ჩანთა ანუ რა გამოვიდა ანუ ლარში კილომეტრი მაჭა რა რატო მანამდე ხო გესვა ჩანთა ვისია ჩანთა ჩანთა ნათრუხში კოდა სამგორის მეტროში კოდა სამგორის მეტროში 80 ლარად ნაყიდი ჩანთაა და სოსომ ვირტყვი კილომეტრი გაიარა სოსომ ვირტყვი რატო 80 კილომეტრი ამდენი სხვაგანი არა სხვაგანი ხო მაგრამ თელავისა გერჯიქსა გარჩე თელავისა გათელა ჩანთა გათელა ჩანთა ეგ გამოუშვა 500 ლარიანი ჩანთით მოვდივარ და ვერ ვიტყვი რომ ბევრად კომფორტულია მეთქი და სანამ მოითელებოდა ვაფშე არ იყო კომფორტული კიდე ასე რომ დავარ ორიგინალი ასილაძეები ბაზარი არ არის ორივე ხელით უწევ რეკომენდაციას რაც მაკაცთან რამე მიყიდია კემპ-ჰაუსში ყველაფერი გამოდგა ეგ ასილაძეები რა ადგილია იცი ურეკავ ხოლმე მე ხო აღჭურვებაში დიდათ ვერ ვერკვევი მაგანიც ვეტყვი დავით ამირჩიე რაღაცა მიშველენა თვითონ იქიდან მომწერს ხოლმე რა ვარგა და რამდენიც მასე ვიყიდე იმენი ყველაფერი გამომადგა ონმართლა წავით ბუნებითაც დავტყვით გზასიარული მადალია აუ გელსონ რა გვინდა ჩვენ იცი რა საათში რა 20 ლარს უხდიან ხო იცი ეგ რა არის ვიდეოებში საქართველოს და საათში იქიან 20 თავზე გიმაგრე აუ ხელი ძრეული დიმაგი მაინც იყებდა რა ვიცი აუჯიბების კონგრესის მაგისტრის ნუ იგინები ვიდეოს ვიღებ არა უშავრა კახელია ხალხო ხუთ ჩერხელ თუ არ გაილანწყა შეიძლება რაღაც დაებართოს სოსო შემოყავი თავის სოსო დაგვაწვიმა შეხედეთ რა წვიმა აი რა წვიმა გინა გვაწვივს თავზე ექსტრემალური ლაშქრობა გამოგვივიდა მაინც წინა ლაშქრობისგან განსხვავებით ხასიათს ვინ არ ჩუნებთ რა მაშინ მართლა ვიხოცებოდით უბრალოდ აზრი არ ქონდა არაფერს და არსა და ეხლა პირიქით დროს ვატარეთ რა ვიწვიმოს შაქარაშვილი არც ერთი არა ვართ რომ დავდნეთ და დანარჩენი კიდე იდეალურად იქნება ყველაფერი წვიმა გადაიღო ცოტა ხანი გამოვედით ნელა უახლოვდებით თელავ საათს 2-3 კილომეტრში ვართ ქალაქიდან დარჩენილები სოსო მიბლაყუნობს არის ჩანს თუ არა ჩანს შორს და ეგრე არა სიტუაცია წერების საწინააღმდეგო სპრეი ქონიათ უეჭველი ვინც გახვდით იმიტომ რომ ძალიან კატასტროფულად არიან ბუნებაში ამ ეტაპზე ეს არსებები ფეხი გამიშოვდა და მე გამახსენდა რომ ჩანთაში მიდევ წერების სპრეი რომელიც არ მახსოვდა რატო არ მახსოვდა იმიტომ რომ თავი მარტო იმიტომაბია რომ ხანდახან მოიფხალ და ბალიშზე დავდო ხოლმე საწყალი ფეხები ვაწყვალო ნელა იმედია გავივაკეთე თორე დავბერდი მუხლები აღარ მომდევს დაღმართებზე სასიარულად
ყველგან ისეთი ხმები გვესმის თუ ცოტა არ ავაჩქარეთ ფეხს მე მგონი რა სიტყვის ოსო იგეთი ხმები ისმის მეთქი მაღლიდან ცოტა თუ არ ავაჩქარეთ მეტი რაღა უნდა აჩქარო 3 დღეა დავრდია თუ 2 დღე ხო აღარ ვიჟბენ ის მე რამდენად უნდა დავსწრელე და გავშრევე ეგ მაინტერესებს საბოლოო ჯამში ჩამოვედით ცივილიზაცია სოსო როგორი იყო თუ ჯერ კიდევ თავარი გამოწვევები წინ არის წინაზე უკეთესი მაგრამ ფინგალი გვაქვს საჭმელი ვიარეთ გზაზე ვართ უკვე ოერზე ვისაუბრეთ უკვე რომ კოგოს საწინააღმდეგო სპრეის გარეშე არ უნდა წამოხვიდე ადამიანი ავეთ ახლა ზამთარში წავრა წამოხვიდე აქ ვიჯო ნორმალური ადამიანი ვიღაცა ხისნერია გუჩერებს იმედია ვინმე ღვთისმიერი მართლა გაგვიჩერებს და ჩაგვიტანს თელავამდე თორე ახონხლილები ვართ გიჟევით და დაღლილები და ხშია ხშია მაგრა ჩვენ გულავას დიეტა არ გვიშვედის ხინკალი გვინა ბევრი საჭმელი დიეტას მოუკვდა მამგონი ჭამეთ ხარ რასაც შეჭამ რასაც დალებ შახჭება ცხოვრებაში ოღონდ ჭამასმათ არ უნდა გადაიქცე ადამიანი რა აი შონა რასაც შეჭამ უნდა დაიმსახურო ჯერ ჭამა და მერე ჭამო აი ეს შემოხედა ვინები აბასოსორას ჩამოვედით ზოდიაქოში ვართ უკვე ხინკალს ბოლი გაიდის გახედეთ აბა უყურე რას ღირდა ღირდა მარა არის ცოტა ვიდეოს ნახავდი ეხლა დამომყარი აუ კი ეგულა გვეთქვა რო ვიდეო ენა გზაში ეკვდნენ გურჯაანელები თელავს წამოდი გურჯაანის ჩვენს თავზე ხელაღებული ხალხი იყო ჩვეულები ჩვენ კიდე აერე გემრიელ ნოტას და გემშვიდობებით დიდი მადლობა ალჰალას რომ ხარი და გუჭირა ამ გასვლაში რაღაც ემცე გვეშვი დანარჩენებმა კიდე მოიქეკეთ ჯიბეები ვისაც გაინტერესებს და ხმარებაზე უარს არ უწდეს არ ვამბობ რა ვიცი სამუშია ხინკალს შეუპიოთ